სხვათა შორის დავაკვირდ, რომ ძალიან დიდ გავლენას ახდენს და ყურადღებას აქცევ ხალხის აზრს. ხო, კი. სულ ესე იყავი თუ რაღაც პერიოდის? არა, მე მგონი რაც თავი მახსოვს, სულ ეგრე ვიყავი, მაგრამ ასე ხა უფრო ნაკრებში დავიწყე თამაში, მაგის მერე განსაკუთრებით ეგრე ვარ. არ ვიცი, როგორც ხა რასაც უყურებ და რასაც ამბობენ, ხოლმე ეგ ცუდი არის რა, ზოგადად იზახიან, რომ დამატებით თავის ტკივილია და მე ძალიან ეგრე ვარ, რა ძალიან ვაქცევ ხალხისას ყურადღებას და ხშირ შემთხვევაში ძალიან ტკივნეული და საზიანოა უბრალოდ ჩემთვის, მაგრამ რა ვქნა, ეგეთი ვარ რა. ძალიან დიდი თითო ერთ კომენტარს შეუულია ისე მაგრამ მომიშალოს ნერვები და იმდენი ხანი დავამახსოვდეს, რომ აი რა გითხრა რა. დარწმუნებული რომ ბევრმა გირჩია რომ მოდი არ წაიკითხო კომენტარები. მე თვითონ ვცდილობ ხა რომ არ წავიკითხო და მართლა მაზოხისტი არა ვარ, მაგრამ მაინც აი რომ წაგეკითხება რა. ყველაზე მძაფრად რომელი კომენტარი დაგამახსოვდა? ცუდით დავიწყოთ. ყველაზე მძაფრად ამ ბოლოს ხა ხშირად არის ხოლმე ამ ბოლოს დავამახსოვდა ერთი კომენტარი. ვიტყვი. ვფიქრობ მე თქვა თუ არა, მაგრამ მოდი ვიტყვი. ესპანეთის თამაშის მერე, რომელიც თამაშიც მოვიგეთ გასვლაზე წინა წელს. ვერ იყო ხა ნაკრებთვიან გუნდის შესრულებით, ვერ იყო მაინც ესეთი ხარისხიანი თამაში, როგორც გვინდოდა რო გვეთამაშა, მართლა ვერ ვითამაშეთ ისე კარგად, მაგრამ თამაში მოვიგეთ და მე ნორმალურად ვითამაშე ეგ თამაში რა. ეხლა იმას კი არ ვიძახი რომ ვიფრინე მეთქი, მაგრამ გასაკრიტიკებელი ნამდვილად არ ვიყავი რაღაცა ხაზი გავჭერი, სარელოვე პასი გავაკეთე, ასე შემდეგ, ისეთი არაფერი, მაგრამ ნუ ყველაზე ნაკლებად ალბათ მაგ თამაშზე მეკუთვნოდა კრიტიკა. თამაშო დამთავრდა, შევედი ერთ-ერთ ჯგუფში, სარაგბო ჯგუფში, Facebook-ზე და ისეთი კომენტარი ეწერა, რომ ცოტა პირი დამრჩაღია რა, რაღაც რომ რატო ყავს შარიქაძე ნაკრებში, ან ეს კაპიტნობა რა მემკვიდრეობითია თუ რატომ აქვს და რაღაცა ისეთი რა, ძალიან საწყენი არ დამიმსახურებია მართლა ობიექტურად ვთვლი რომ არ დამიმსახურებია და ყველაზე საწყენი რაც იყო მე აღმოვაჩინე რომ გადავედი იმ კაცის პროფილზე და ასე აღმოვაჩინე რომ ერთ-ერთი მორაგბის ნაკრების წევრის არა, მაგრამ ერთ-ერთი მორაგბის მამა იყო და ორმაგად საწყენი იყო. შენი ნაცნობია? ჩემი ნაცნობი ის ბიჭი, ვისი მამაც არის, იმ ბიჭს ვიცნობ, მაგრამ თვითონ მამამის არ ვიცნობ და ძალიან ორმაგად მეწყინა, ეხლა თუ გვიყურებს იცოდეს რომ ძალიან მაგრამ მეწყინა და კომენტარიც წავიკითხე და თემის ხორებას მიმახსოვრება. არ ვიცი ხა იმ ბიჭმა ის იმორაგბება. არა, ხო შეიძლება რაღაც მამამისის კომენტარი მანაც ნახა და მოუდა. არ გამოვრიცხავ რომ ენახოს, მაგრამ ვერც იმას ვიტყვი რომ მაინდა-მაინც ნახა მეთქი, მაგრამ იმ კაცის ეგეთი კომენტარი ჩემი აზრით ჩემთვის ძალიან დაუმსახურებელი იყო და ძალიან საწყენიც იყო, მაგრამ რა ვქნათ ეხლა. პასუხი არ გაგიცი ეხლა. არა, თავისთავად ეგეთ კომენტარებს ანუ არც ემ პასუხს რა, როცა ეხლა თუმცა მაშინ ძალიან ღრმად უნდა შეტოპო და მე შენს რაღაცა არ იქნები შენ იქნები მართალი და არც ალბათ ვერ დაიჭერ იმ ბალანსს რა. ეხლა როდემდე მე საბოლოო ჯამში სუჯედეგებამდე მიგიყვანა და პროფესიონალი სპორტსმენი როცა ხარ, უნდა შეეგიო. თუმცა ალბათ ეხლა მეც მადლობა რომ ისეთი კომენტარი არ ყოფილა მაინდა-მაინც შეურაცხყოფელი ან ბილსიტყვაობა ან რაღაცა გინება ჩვენ მისამართი. ეგეთი რამე რომ ნახო, ვინც არ უნდა იყოს, ვისი მამაც არ უნდა იყოს და ვისი დედაც არ უნდა იყოს, არავის ეხლა თავისთავად ეგ უკვე ძალიან ისეთი რამე არის რომ შეურაცხყოფას ეხლა არავის არ გაუტარებთ, არც მე და არც არავინ, ასე რომ იქამდე სანამ ყველაფერი მოთმენადია, მოითმენ ადამიანი, მაგრამ როცა უკვე ძალიან ზღვარს გადავა, მე უკვე მადლობა ღმერთს კიდე ერთხელ ვიმეორებ და მადლობა გულშემატკივარს, რომ ეგეთი რაღაცეები არ ეშლებათ, მიუხედავად იმისა, რომ მომენტში შეიძლება რაღაცა გაბრაზდე და მართლა მოგინდეს რაღაცის თქმა, მაგრამ არ იძახიან და მაგისთვის მადლობა.